თუ დიდი ხანია გინდათ კრიპტოსამყაროს შესწავლა, მაგრამ არ იცით საიდან უნდა დაიწყოთ ეს, მაშინ გაგიმართლათ, რადგან დაახლოებით თვენახევრის წინ გადავწყვიტე დამეწყო კონტენტის კეთება კრიპტოსთან დაკავშირებით. თავიდან ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ბიტკოინზე უნდა მესაუბრა, ამეხსნა მისი დადებითი თვისებები, როგორ ფუნქციონირებს და ბევრი სხვა დეტალი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ მნიშვნელოვანი იყო სხვა პროექტებიც განმეხილა, რადგან დაგენახათ სხვაობა კარგ და ცუდ პროექტებს შორის. დიდი დაინტერესება იყო ჩემი მაყურებლებისგან, განმეხილა სხვადასხვა პროექტები და ჩემი აზრი დამიფიქსირებია მათ შესახებ. უკვე ორი პროექტი განვიხილე მსგავსად XRP, Ripple-იანო და მეორე იყო Ethereum-ი. ვფიქრობ გავაგრძელო, ყოველ კვირა ერთი ან ორი პროექტი განვიხილო, თქვენ რასაც მეტყვით, თქვენი დაინტერესება რაც მიმართაც იქნება და ავარჩიოთ, მაგალითად, სამ ხმას, რომელიც დააგროვებს პირველი პროექტი, შემდეგი მას განვიხილო. ხოლო მანამ შემოგთავაზებთ ჩემი სურვილისამებრ ერთი პროექტის განხილვას, რომელიც ძალიან მისტიურია თავისი შინაარსითაც და ეს პროექტი დაბლოკეს სხვადასხვა ბირჟებზე, რომ ამ კოინით ვერ ევაჭრათ. თუ გამოიცნობთ აბა რომელი პროექტია და რაზე მაქვს საუბარი და თუ არ გინდათ გამოგრჩეთ ამ პროექტზე ვიდეო, მაშინ გამოიწერეთ და დამიწერეთ კომენტარები თქვენ რა პროექტის განხილვას ისურვებდით. აბა დროებით.